წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემის ოდაბადეშ კინოხონი. ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ყოველ ხუთშაბათს გელოდება 18 საათსა და 18 წუთზე გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. ეს არის გადაცემა ჩვენს ეთნოგრაფიაზე, ისტორიაზე, წარსულზე, მასალებით ცხადია ფაქტებით დადასტურებული, ისტორიულად თან და ასევე ძალიან საინტერესო გადაცემათა ციკლი გამოგვივიდა ამ 2025 წელს და არა მარტო ცხადია, მაგრამ განსაკუთრებულად ისეთია. მსუბუქი ლაღი და საინტერესო მარტო არ მინდა თუნდაც მონოლოგი იყოს და ვისაუბრო, ამიტომ სიამოვნებით წარმოგიდგენთ მეორე წამყვანს, ერთი მე ვარ სოფიო ხუციშვილი, მეორე წამყვანი გახლავთ ლაშა ჯიქია, ისტორიკოს მკვლევარი, ბატონ ლაშა, საღამომშვიდობის, მიხარია რომ ისევ შევიკრიბეთ ამ სტუდიაში, კარგი ამბის მოსაყოლად. საღამომშვიდობის, თქვენის ნებართვით მივესალმები, რადიო ათინათის ერთგულ მსმენელებს და ჩვენს ერთგულ მსმენელებს ხასხასმით მინდა აღვნიშნო, უკვე ჩვენი აუდიტორია გვყავს და ეს ძალიან დასაფასებელია. კვანონჯუა ჯგრობუაშ, ჩკენ რადიო მარჩკილებ, ხორონთ წიმოძინელე კოოპედატო, ირიათო ჯგრობუას გიზალანთ. ხამე არ მივესალმები მეგრულად, იმიტომ რომ სულ მე მახსენდება მეგრულად რომ და მივესალმო. დღესდღე ტრადიციად იქცა. ყველა გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ვებზე რადიო ათინათი წერტილეჯი, Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე ოდაბადეშ კინოხონი ჩაწერეთ და ყველა გადაცემა იქვე დაგხვდება და ლაივ რეჟიმში თავისთავად 18 საათსა და 18 წუთზე FM-ზე 105.9 და ინტერნეტითაც ვებგვერდის მეშვეობით. მოკლედ დავაანონსეთ წინა გადაცემისას. ძალიან საინტერესო თემა. აი, ბევრი გადაცემა გქონდა ჩვენ და მე არ მახსოვს რომელიმე თემაზე ასე გესაუბროთ და გდომებიათ და აი გულით რომ ეს ტრადიცია გაცოცხლდეს. მოდი მოუყვეთ მსმენელს რაზეა საუბარი და რატომ გაქვთ, მოდი სანამ თემას შევეხებოდეთ სურვილი რომ აი ეს რიტუალი და ტრადიცია გაცოცხლდეს. იმდენად ლამაზი რიტუალია და სიმბოლიზირებულია, ამაზე ახლა ჩვენ მე დეტალურად ვისაუბრებთ უფრო მოგვიანებით. ძალიან კარგი იქნება თუ ეს ქორწილში აღდგება ეს ტრადიცია და ეს უფრო დამატებით სიხალისე შეძენ ზოგადად ჩვენს ქორწილს, იმიტომ რომ ეს ტრადიცია არსებობდა დაფიქსირებულია მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში და მე-30-იან 40-იან წლებში თანდათან ეს ქრება, თუმცა პერიოდულად იყო შენარჩუნებული ზოგიერთ სოფლებში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, პირიქით ეს უფრო ალამაზებს, უფრო ამრავალფეროვნებს ქორწილს და უფრო სახალის და მიმზიდველი იქნება ზოგადად ეს თუ სარიტუალო პურების ხობა და ეს დუდჭვიშტარი და დუდქობალი თუ იქნება და მეგურგინე, ანუ თვითონ მორდია, ვინც არის მეჯვარე, მათთვისაც აკეცხვებოდა პური და შესაბამისად მათ თავიანთი სიმბოლური ის ჰქონდათ ნიშანის გამოსახული სიმბოლოები, ემბლემები. მოკლედ ძალიან საინტერესოა. ისე თემაა ზუსტად მაგაზია ნათქვამი ცხაფა ვეჩინესია. სხვათაშორის კი ბატონო. კი ბატონო, სხვაშორის საინტერესო ის არის რომ ეს ჯერ კიდევ წინარე ქრისტიანული პერიოდიდან იღებს სათავეს თვითონ ეს რიტუალი. და შემდგომ უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ის უკვე აქ ჩნდება ჯვარი და დამატებითი სიმბოლოები. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ჯვარიჭაძე ამ დრომდე არის. თქვენ წარმოიდგინეთ ლაზეთშიც არის დღევამდე შემოე მაშინ როცა ქრისტიანობა იქ არ არის გავრცელებული და აბსოლუტურად მუსლიმები არიან და შესაბამისად ჯვრის გამოსახვა, ანუ ის ტრადიცია მაინც მემკვიდრეობით არის შენარჩუნებული. ძალიან საინტერესო გადაცემა. მოკლედ რიტუალური პურები, რიტუალურ ქობალები. ჩვენი დღევანდელი თემა. გირჩქილეთ ბატონაშა. ქობთქუათ რიტუალურ. დიო მარგალიურო უკულქორთო. მუშოგორაგად მარგალიურო ჩქინი, ოპეკურ ნინაშა ქობთქუათ, ჩქინ ნანაშ ნინაშადო მარგალიურო. დიარა კამპანია წოხლენ დღას და სამარგალოს უჩქოდეს სპეციალურო ქობალდო ჭიშტარის ჭუალა. ათე ქობალებდო რიტუალეთ მირჩქინელდო დიარა ტაბაგეშ უკშურდ კომპონენტი. რიტუალურ ქობალების ჭუალა ირკოჩის ვეშულებოთ. თელს სამოხიოს მუდგას მარენ ოსურ ადამიანდო მიდგას ათე საქვაროას გიშაგორილი რდუ. თეშენ კაბეთ პატის არზენდეს სამიაროს. თენებ გოჯინელო ხოლე ართო ბეჩაოსურებდეს. უჩქუდეს მუნეფიშ დუდის ფასიდო მუჟამით ქტუ ზახუდეს ათე საქვაროაშან ბზეკით უჩქარებუო მიშეს. სამარგალოს კონწარო თხილერ ტრადიციად სინჯადო მოჭყუდო შტაბაკიშო ვალო ხუთნერ ქობალ ჭუნდეს. მართა თენარდუ სინჯადო მოჭყუდოშ ქობალი. მაჟრა მორდიაშ ქობალი, მასმა დადეშ ქობალი, მანთხა დუდ ქობალი და მახვდა დუდ ჭვიშტარი. სინჯადო მოჭყუდოშ ქობალი ათეშნერო იკეთება ფუაფუთ. ზელც დოზანდეს ფშადო შანქარით. ოდო ჟიქუმნუსვანდეს მარქვალიშ გურს. ზეშე სოხოხოლე გაკეთენდეს მოჭყუდო სინჯაშ ჭიჭე სკვამ ფიგურებს. ნამუსუდ კისის ცომიშ გედვალაშ უკულ შქაგურს არტ მაჟრაშ გვერდით ქიგიოხუნვანდეს. თის ოცადუდეს ათე ფიგურებ ქიმიგურესკო მოჭყუდო სინჯაშ მეჯინებსენ. ათე ფიგურების
ჟინი აკანო ხოლო ქიგიოხუნვანდეს სომშეკეთებულ ჯვარც თენარდ სიმბოლო მოჭყუდო სინჯაშ შკაშ გურგინის გეთგუმაში მორდიაშდო დადეშ ქობალებს ჩვეულებრივ ზეშე ორთუდეს ხვალე მარქვალიშ გურს ქოუსვანდეს ჟი მორდიადო დადეშ ქობალები არტნერდ მარა თენებ არტიანშე გიშეგორუდეს ჟი გეხუნაფილ ფიგურებით კერძოდ დადეშ რიტუალურ ქობას ოსურ ადამიანის მეჯინაშ ფიგურას ქიგიოხუნვანდეს მარა თაკ ჯვარს ვაუკეთენდეს მორდიაშ ქობას ქომოკოჩის ფიგურას ქიგიოხუნვანდეს ნამუსუთ მარცგვან ხეს უკუნებუ ჯვარი ათენებ სიმბოლერდ დადეშდო მორდიაშ დუდ ქობალი ცომ ხოლო ჟადო შანქარით იზუაფუთ თეს ხოლო ჟი მარქვალის გურს ქიმნოსვანდეს დო შკა გურს ჯვარის ფიგურას ქიგიოხუნვანდეს ნამუსუთ ზოხო ზელ ცომშე ორთუდეს დუდ ქობალი კაბეტირდ ჟარნეჟდოვით სუმენის სანტიშ მადიდა ქორთენადო თეშენ ჩვეულებრივ კიცით ვეჭვეთთენა ვაგმოდირთთ ჩვეულებრივ კიცი ათეშენ სამოხიოს უღუდეს მუდგაზმარენ დუდ კიცი ნამუსუთ სპეციალურ ოკეთებაფუანდეს მეკოტულებს ათეშნერ კიცებ ჩუალირდუ თიფანი ასოდეთ ბოლოს გინიგეს დიარან მუჟამით ვარდუო ახალ დიარაშო ქიმიშეს თაკინ ათეფანია სპეციალურო მანწყონ ტაბაკეს სოდეთ უდეს ნაჭ მუდგაზმარენ ქობას აშო ქაუნუანთენებს ათე წესის უძახუდეს კიციშ გინოხვამუას ათე დუდ კიცის გიოჭუანდეს დუდ ქობალი ზომაშ ჭვიშტარს ათეს ხოლო შკაგურს უღუ ჯვარი მარაინა ფიგურათ ვარდ კითის გიგუსვანდეს დო ჯვარის ფორმას ქიმეჩანდეს თენარ დუდ ჭვიშტარი რიტუალურ ქობალებს გილადვანდეს თიტაბაკის სოდეთ მოჭყუდო სინჯა დადედო მორდია ხედესუნ სინჯადო მოჭყუდუი წოხლე გიგლადვანდეს ქინებშო სპეციალურ ჭვილ ქობალს ყვარჩხანშე ქალუდვანდეს დუდ ქობალს მარცგვანშე დუდ ჭვიშტარს ათე დუდ ჭვიშტარს მელე მოლე ქალუდვანდეს მორდიაშდო დადეშ ქობალებს თინახოლე ორა გადრენამუდა ათე ქობალების ჭკომუა დიარაშ დღას ვეშილებეთ თენა ვაშინერდ დადედო მორდიაშა მერჩკინელ ქობალებს ხილდო გემუანებს გმართო უდეშე ქაუნუანდეს თენებს დო მუნეფიშ ფანიაშ მაკათურებს გმართო კოჭკომესკო თენა სინჯადო მოჭყუდოს ხოლო მუნეფიშ თორ ფაცხაშა ქაუნუანდეს შო მერჩკინე ქობას დო მაჟრა ოჭმარეს ხვალე თენაკო იწისესკო დუდ ქობალდო ჭვიშტარც დიარაშ თებაშ უკულ სპეციალურო ზოხო მონწყილ ტაბაკეს ქიგლადვანდეს დო დიარაშ მუმანწყუალ ფანიაშ არძო მაკათურკ დო დუდ კოჩიკ კიბირეკო ქიგედგესკო თეს ტაბაკეს მუჭოთ არძო ქუმკოს დოჯუდუნ თიშუკულ დუდ კოჩ გეთირთუდუ დოჭკირუნ ქობალებს დო ჭვიშტარს ართიანიშ მანგურ სუმანეფო გორთუნდუ დო არძოს ქიმეჩანთ მუშთიას ირ ოხვამერი შუკულ თითო ლუკა ქობალდო ჭვიშტაროკო ქიმლეჭკომესკო ათე წესის მარგალეფუ ძახუდეს ქობალის ტახუას მარა სოიშახ ათე რიტუალ აკინწყუაბუდუნ თეშახოლო მიხნა ართ რიტუალ ნამუსუთ ქობალის გინოძირაფასუ ძახუდეს ქუმაშკირე თენა ქორე ჭიჭემუდა კერძოთ რიტუალურ ქობალების მაჭვალო გიშაგურული ოსურ ადამიანებ ქობალეს მუჭოთ ვარდუო დოჭუნდესენ თექიმიშ დუდ კოჩი დო შხვა ფანიაშ ხოლოშიან მაკათურები ქიდიჭყანდეს თეშდო ძახინელ ქობალის გინოძირაფას მურდასეთენა ქობალის მაჭვალო ოსურე ქობალებს დო ჭვიშტარს ქიგლანსკარანდეს ტაბაკის თექიგლადვანდეს ჭიჭე ზომაშ კიცის დო ქუდო ძახუდეს ფანიაშ მაკათურებს დო ხოლოშიან მოჭგირებს თენებს მუნოვალება უღუდეს მუჭო ქობალებს გასინჯენდესენ უკულ კიცის ფარაკო ქიგიორღვესკო თენარდე შაურდ ვარდა აბასი რიტუალურ ქობალების ტრადიცია საკურთოს ბრალი კონთხუსრე თხილერი მაგალითობ ჟაიო საკურთოს ხვადუნა ჯვარამ ქობალებ სოდეთ ასტრალურ სიმბოლოებ ხოლორეგე ხანტილ ჟა თუთა დოთაშ ნამუთ რაჭას თხილერ კერია ბერიაშ ქობალების ანალოგრე ქართის თიცალ ქობალებ ხოლობ ხვადუნა სოდეთ ცხენენჩ ცომიშ ფიგურა ხოლორეგე ხუნაფილ კათაშ მერჩკინა თენა შანულენ ბოშიშ ანუ ფანიას ბოშიშ ჩხიჩხიშ ერჩკინას ჯვარამ რიტუალურ ქობალებს ასოცირებას ურთნა ჟადო ხოჯიშ კულტიცკუმა ხოლო ჟაშ ფორმაშ ქობალის სინჯაშ ტაბაკეს გილადვადო მასმა დღას მოჭყუდო სინჯაშ თეჭკომუარე თეოფაგიაშ რიტუალი მუჭოთ საღორონთო ძალაცკუმა ზიარებაშ მაზირაფა თენა მერჩკინერდუ მუჭოთ ჟაშ მარინ ძალაშ დო ყოფაშ გინულა სინჯადო მოჭყუდშა რელიგიაშ დუალაშ უკულიანს ნოსკილედრე ყვარიშ მორდიაშა დორზიება სინჯა მოჭყუდუი წოხლე თიშ გილადოლადო ათე ყვარით კერაშა მუკე მუკოლუაფა თინეფი წოხლე ფარა მუშკურიშ გილანწყულა ხვადუდ კაბეთ ღორონთიშ ღორონთეფიშ ღორონთიშ გურიშ უკართინაფალო მუშენდა თეკოკო დოთხილუკო ახალფანია ირფრე გლახაშე მარა მავითო ჩხორა უკუნიშ დალიაზდო მაეჩა უკუნიშ დაჭყაფუს თიმ ბორჯის ნამბორჯის ჟიეჭარი რიტუალი წყუაფუდუნ თიმწკმა ჯვარამ ქობალეფიშ მოხაზრება მიშ უკე ქირსიანულ წესიდო მერჩკინათ ათაშ დამუდა ქობას გეხანტი ჯვალ მერცხილია ქირსიანობას ჟარზით ჯვარამ ქობალებს ფიქსირებული დიარაშ გამუაშ ფაქტიდო თეკაბეს ჩანულობას ფენომენის თარ პერსონების მოჭყუდ სინჯა მორდია დადე თენეფიშ როლდო არდგილ თეწკუმა ართო ჯვარამ ქობარე დიარაშ თარ პიჯეფიშ პრივილეგიაშ მაზრა პატრიბუტი ანგარო ინტერესა თემა რე დო ბუდგარენე სახალისო რაღაცნაირად ისეთი რიტუალია აუცილებელი რაღაცნაირი მარტივიც არის ანუ ეს ძალიან ისეთი ხალისით მიდიოდა თურმე აი სიძის და
პატარძლის, ანუ ნეფე პატარძლის ფორმის ხომისგან გააკეთებდნენ და ამსგავსებდნენ ამას. ესეც ხელოვნებაა თავისთავად. ხო და თქვა თუ ის იყო მაღალი, ესე ახოვანი, ასე გამოსახა თუ ის იყო ცოტა ისეთი დაბალი რაღაცა ან ჩაპოტყუნებული, მაშინ ასეც გამოსახავდნენ და ეს კარგი, რაღაცა შარჟივით გამოდიოდა, კი. საინტერესო. იმდენად მარტივია ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, მოსაყოლადაც, გარდა იმისა, რომ სასიამოვნო აღსაქმელად და ზოგადად კარგი ამბავია, მეგრულადაც მარტივად ჟღერდა, მაგრამ მაინც გვჭირდება ქართული, ასე არის ბატონო. რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განუყოფელია. კი ბატონო. და თავისთავად რიტუალურ ქობალები, ანუ რიტუალური პურები არის ჩვენი საუბრის მთავარი თემა დღეს და მოკლედ ეს ქორწილთან არის დაკავშირებული ეს პროცესი და კერძოდ ქორწილწინა დღეს პურისა და ჭვიშტრის დაწყობა იცოდნენ. ეს პურები გახდა სპეციალური დანიშნულების რიტუალური პურები. რიტუალური პურების დაწყობა ყოველას არ შეეძლო. მთელ სამოხიოში რამდენიმე ქალი თუ იქნებოდა ამ საქმეში დახელოვნებული, რის გამოც მათ დიდი პატივით ეპყრობოდნენ. ხო, სამეფო სუფრისთვის 5 რიტუალური პური იყო საჭირო. ეს პირველი ეს იყო სინჯადა მოჭყუდუშ ქობალი, ანუ სიძე პატაძლის პური, მორდიაშ ქობალი, ანუ მეჯვარის პური, მესამე დადეშ ქობალი, ანუ დადის პური, მეოთხე დუდ ქობალი, თავი პური და მეხუთე დუდ ჭვიშტარი, ანუ თავი ჭვიშტარი. ამას ძალიან სერიოზული სტაფი ჭირდებოდა, რა ბატონო, რამდენი ამბავია. კი, ნამდვილად და შესაბამისად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ სწორედ მათ მომზადებას. ნეფე დედოფლის პური მზადდებოდა შემდეგნაირად: ცომი იზრდებოდა რძესა და შაქარში. ზედაპირზე წასმული ჰქონდა კვერცხის გული, ეს არის მეგრებს ახასიათებდეს ზევით. დღემდეაც არის, კი. გარდა ამისა, ცომისგან ცალკე აკეთებდნენ ქალისა და კაცის, ანუ ნეფე დედოფლის მომცრო ზომის ფიგურებს, რომლებსაც კეთზე ზომის დაკვრის შემდეგ მის შუაგულში გვერდიგვერდ ათავსებდნენ. ფიგურებს შორის ზემო მხარეს დასვამდნენ ცომისგან გამზადებულ ჯვრის გამოსახულებას. მეჯვარისა და დადის პურები ჩვეულებრივი ცომისგან ცხებოდა, მხოლოდ კვერცხის გულს წაუსვამდნენ ზედაპირზე. მათ შორის სხვაობა ის იყო, რომ მეჯვარის პურზე დააკრავდნენ მამაკაცის ფიგურა ჯვრით ხელში, ხოლო დადისაზე ქალის ფიგურას უჯროდ. თავი პურის ცომიც რძესა და შაქარში იზრდებოდა. წასმული ჰქონდა კვერცხის გული და შუა ნაწილში შემკული იყო ასევე ჯვრის გამოსახულებით. გამწვარია ფაქტიურად. კვერცხი დელი ამბებია. კი, სხვა ერბოსაც იყენებდნენ აი ცომის მოზელის დროს, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა, თუმცა ამ სარიტუალო პურებში. თვითონ ეს ასე იზრდებოდა შაქრითა და რძით და წასმული ჰქონდა კვერცხის გული და შუა ნაწილი შემკული იყო ასევე ჯვრის გამოსახულებით, აქ უფრო შედარებით დიდი ზომის ჯვარი იყო, რომელსაც ასევე ცალკე ცომისგან აკეთებდნენ. და საინტერესო ეს, რომ თავი პური დიდი ზომის არის, დაახლოებით 50-60 სანტიმეტრი დიამეტრის და შესაბამისად ასეთი დიდი პურის გამოსაცხობა ჩვეულებრივი კაცი არ და ვერ გამოდგებოდა. საამისოდ სამოხიოში ჰქონდათ საერთო სარგებლობაში არსებული რამოდენიმე დუდკიცი, ანუ თავკეცი, რომელსაც სპეციალურად უკეთავდნენ მეკოტუეს, ანუ მეკოთნეს. აღნიშნული კეცები იმ ოჯახში ინახებოდა, სადაც ბოლოს გადაიხადეს ქორწილი და როდესაც კეცების წასაღებად მეკორწილი ოჯახის წარმომადგენლები მივიდოდნენ, მათი საგანგებო სუფრა უნდა გაეშალათ და სახში რამდენიმე ახალგამოცხარი პური უნდა გაეტანებინათ. ამ წეს კიცის გინოხვამუას, ანუ კეცის გადალოცვას უწოდებდნენ. მოკლედ საადღეგრძელოები და საკეიფო და ელეოდა და აი ყველაფერზე როგორ შეიძლებოდა რომ რაღაცა ეწყო. იმიტომ რომ ამან გადაგვარჩინა, იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ ზოგადად ქართველი ერის ფსიქოლოგია რო შეისწავლო, ანუ ჩვენ სიცოცხლის მოყვარულები ვართ. ცოტა ზარმაცები, ცოტა ფუქსავატებიც ვიყავით, მე აფეთქდებოდით რაღაცა. ხო, აი არ გვინდა ძალიან აი საკეიფო და მოსალხინე ძალიან დიდი მიზეზი არ გჭირდებოდა. პურზე შეგვეძლო სუფრა აგვეწყო. კარგი. ამან გადაგვარჩინა ამ სიცოცხლის სიყვარულმა, თორემ ჩვენ ისეთი პატარა ერები ფაქტიურად თითო ორალ არის შემორჩენილი. და აი ზემოაღნიშნულ კერძზე აცხობდნენ თავი პურის ზომის აგრეთვე დუჭვიშტარსაც. ამ უკანასკნელსაც ჰქონდა შუაგულში ჯვარი, რომელსაც სომზე თითის დასმით გამოსახავდნენ. რიტუალური პურები ლაგდებოდა სუფრის იმ ნაწილში, სადაც ნეფე დედოფალი და მდადე მეჯვარე ისხდნენ. სიძე პატაძლი წინ იდო მათთვის განკუთვნილი პური, რომლის მარცხენა მხარეს დუდ ქობალი, ხოლო მარჯვენა მხარეს დუჭვიშტარი იყო მოთავსებული. ამ უკანასკნელთა გვერდზე იქეთ-აქეთ მეჯვარისა და მდადის პურები ეწყო. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პურები ჭამა ქორწილის დღეს არ ხამდა, არ შეიძლებოდა. დადესა და მეჯვარეს თავიანთი პურები ზედ დაწყობილი ხილითა და ტკბილეულით სახში მიქონდათ და ოჯახის წევრებთან ერთად მიირთმევდნენ. ასევე მიქონდა პური სიძე პატარძასაც ფასხაში და დილით უზმოზე მხოლოდ ის უნდა ეჭამათ. რაც შეეხება თავპურსა და თავჭვიშტარს, ქორწილის დამთავრების შემდეგ საგანგებოდ გაწყობილ სუფრაზე მეკორწილი ოჯახის ყველა წევრსა და დუდკოჩს უნდა დაედგა კბილი. ამ წეს ქობალი შტახუა, ანუ პურის გატეხვა ერქვა. სუფრასთან დასტომის შემდეგ დუდკოჩი დაჭრიდა პურსა და ჭვიშტარს თანაბარ ნაწილებად და ყველას მიაზდიდა. ყოველი სადღესლოს შემდეგ თითო ლუკმა პური და ჭვიშტარი უნდა ეჭამათ. დაცხებოდა თუ არა პურები, იწყებდნენ ეგრეთ წოდებული ქობალის გინოძირაფას, პურის ნახვას. ცხობელი ქალები პურებსა და ჭვიშტარს დააწყობდნენ ტაბლაზე. იქვე დადებდნენ მომცრო ზომის კეცს და მოუხმობდნენ ოჯახის წევრებს
სიყვარულსა და ნათესავებს. ისინი ვალდებულნი იყვნენ პურების დათვალიერების შემდეგ კეთზე ფული, შაური ან აბაზი დაედოთ. რიტუალური პურები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია დამოწმებული, ქარშივე დამოწმებულია ჯვრის პურები ასტრალური ნიშნებით, რომელიც რაჭაში გავრცელებული კერია ბერიას პურების ანალოგია. ჯვრის სახიან ან ჯვრის ნიშნით აღბეჭდ რიტუალური დანიშნულების პურს ბზისა და ხარის კულს უკავშირებენ. ბზის ემბლემის კვერის ნეფის ტაბლაზე მოთავსება, მეორე დღეს კი ნეფე პადაზის მიერ მისი შეჭმა წარმოადგენს თეოფაგის, ღვთაებრივ ძალასთან ზიარების გამომხატელ მოქმედების გადმონაშთს, რომელიც ოდესღაც ხდებოდა იმისათვის, რომ ბზის ცხოველმყოფელი ძალა და ნაყოფიერების თვისება ნეფე დედოფალზე გადმოსულიყო. რელიგიის განვითარების შემდგომ საფეხურებზე კვერის მეჯვარისთვის მირთმევა, ნეფე პადაზის წინ მისი მოთავსება და ამ პურით კერის გარშემო შემოვლა, მაწინ ფულიანი ვაშლების დაწყობა, ეს დღესაც არის იმაში კუჩხას დროს აი ფულიანი ვაშლები ხარჭობენ, ხო. მოკლედ სრულდებოდა დიდი ღმერთის გულის მოგების მიზნით, რათა მან უზრუნველყოს ახლად შეუღლებული წყვილის და საერთოდ მთელი ოჯახის კეთილდღეობა. აი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ესე იგი იმ პერიოდში, რომელსაც ჩვენს ხელთ არსებული მასალა განეკუთვნება, შრიანი პურები მზადდება არა წარმართული, არამედ უკვე ქრისტიანული შეგნებით და ამდენად პურზე გამოსახული ჯვრის შინაარსი დაკავშირებულია არა წინარე ქრისტიანულ, არამედ ქრისტიანულ სიმბოლიკასთან. ფიქრობთ, რომ მეგრული მასალის მიხედვით შრიან პურებზე ფიქსირებული ქორწინების, შეუღლების ფაქტი და ამ დიდმნიშვნელოვანი მოვლენაში მთავარი პირების ნეფე დედოფლის, მეჯვარის, მდადის ადგილი და როლია ხაზგასმული. ამასთან შრიანი პური წარმოადგენს ქორწილში მთავარი პირების პრივილეგიის დამადასტურებელ ატრიბუტს. მოკლედ, კარგი ამბავია, ძალიან საინტერესო. მართლაც ახალისაა და თან აი მოლოდინი, აბა როგორი იქნება, აბა როგორია გამოსახული. მარტო იმიტომ შეიძლება და ფორმას ჩამდგარიყოს. სიძე პატარძალი რომ აი ესეც პურები ძალიან ისე უშნო არ გამოსული. კოტორია ქობალები. დამატებით мотиваციას ქმნიდა. ნამდვილად. რამდენი რიტუალია კიდევ აქვე რიტუალებიც, ანუ იმდენად ის იყო ეს საპასუხისმგებლო თვითონ ეს სარიტუალო ქობალები პურის მომზადება, რომ თავისთავად რამდენიმე ეტაპი იყო გასავლელია გინოძირაფა, ტახუა, პურე გირფერქუ გამგოდება რა ქობალის გინოძირაფაა გამგოდება. ეს აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან შერცხებოდნენ ძალიან ეს ქალბატონები. თუ კი ეს არ გამოდგებოდა ეს პური გემრიელი, სათანადოდ გამომცხვარი, ან თუ რაღაცა ეს მიეწყობოდა. კვალიფიცირებულები იყვნენ ესე იგი ესეთი კადრები გადამზადებული და ფასებულებიც იყვნენ სხვა საზოგადოებაში განსაკუთრებით და ესენი ამათაც იცოდნენ თავიანთი თავის ფასი და რაღაცა კუდაბზე კეთ მოდიოდნენ და ხო ანიგვი და ეხოცებოდნენ მე. იმედია ვინმე ესეთი არ გვისმეს ეხა ვინც ამ პურებს აცხობდა თორე ძალიან ცუდად მოგხვდება ჩვენ ბატალაში. გავარცეთ და კარგია. ამას ემსახურება სწორედ ეს გადაცემა. პოზიტივი, კარგი ამბავი, ისტორიის გაცოცხლება და ასე შემდეგ. გაბა როგორ ისინი რო ილხენდნენ და кай ხასიათზე იყვნენ ამ პურების და ჭადების და ასე შემდეგ ჭამის შემდეგ ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ მოწყენილები. მორიგი გადაცემა რა გვაქვს ბატალაში? გეკრებათ რაღაცა მაკვარანცხული მოფიქრებული თქვენ. უბრალოდ ეს ერთი ის მინდა რომ აი ოჭიშაპო არის ასეთი რიტუალი და ამაზე ვისაუბროთ და ოჭიშაპო. ქორთული რა იქნებოდა შესაწევარი. შესაწევარი? ხო, და რა იქნებოდა ეს ნეტა ესა და მოკლედ მოდა ამაზე არ ვთქვათ, ხო. რაღაცა არ ვთქვათ, უყურებელს ლაპარაკობ და რაღაცა არ ვთქვათ. მადლობა ეს საინტერესო გადაცემისთვის და ველოდებით კომენტარებს შეფასებას, რა ვიცი, იქნებ ვაშავებთ და გითხარით ისიც, თუ მოგწონთ ისიც გითხარით, გაგვახარებთ ძალიან. თუ მასალები გაქვთ, კი ბატონო, შემოგთავაზეთ და თუ თქვენ ვერ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ და წამოვიღებთ და თქვენი სახელით გავაჟღერებთ. ასეთი იყო დღევანდელი ხუთშაბათის საღამო, მომავალი თერამდე დაგემშვიდობებით და რაც შეეხება ჩვენს ყველა გადაცემას, შეგიძლიათ ნახოთ ვებზე radio.net.lg და მოისმინოთ Facebook გვერდზე radio.net და YouTube-ზე. ყოველი ხუთშაბათი 18 საათ 18 წუთი ოდაბადეს კინოხონდის დროა. ბატონო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჯგირო ზოჯუნდათ. დიდი მადლობა, გმადლობთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯგირო ზოჯუნდათ, ჯგირო რადიო მარჩკლებ, ხე გომორძგლო ქოფედათ ირიათ. გადაცემის ოდაბადეს კინოხონი. ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში. ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.